და ჩვენი მთავარი თემის დროც დადგა, ხვალ თბილისში საინვესტიციო ფორუმი გაიხსნება, რომელსაც ხელისუფლების პირველი პირები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. რას ელოდება საქართველო ამ ფორუმისგან? ამას ჩვენი სტუმრისგან გავიგებთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილია ჩვენი სტუმარი. ქეთი, დილამშვიდობის, მოგესალმებით. ქეთი, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ქეთი, ყველა ვიცით, რომ მაპატიე ნინო საინვესტიციო ფორუმი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოსთვის. რა არის ფორუმის მიზანი? მე დავამატებ ქეთი, რომ 300 მაღალი რანგის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი დაესწრება ამ ფორუმს და პირველ რიგში გვაინტერესებს თუ არის წინასწარ ცნობილი რომელი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მინდა მაყურებელს ვუსურვო მშვიდობიანი და ლამაზი და სასიამოვნო დღე. დიახ, ხვალ იწყება საინვესტიციო ფორუმი, სადაც დაახლოებით 300-მდე მაღალი რანგის კერძო სექტორისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ველოდებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფორუმი განსხვავდება იმ ყველა ფორუმებისაგან, რომ აქ ძირითადად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, ანუ ეს არ არის რომელიმე ერთ ქვეყანაზე მიბმული, ძირითადად აქცენტი ძირითადად თქვა აზიის ქვეყნებზე გამახვილებული ყურადღება, რადგან დაახლოებით ამ ეტაპზე 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან დაფიქსირებული. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფორუმის მთავარი მხარდაჭერი გახლავთ აზიის განვითარების ბანკი და მთავარი მიზანი სწორედაც გახლავთ, რომ შევთავაზოთ აზიურ კომპანიებს საქართველოს როგორც პლატფორმა ევროპაში შესაძლოა. აქედან გამომდინარე, დიდი აქცენტი გაკეთდება ისეთ სექტორებზე, როგორიც არის ენერგეტიკა, წარმოება, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და რა თქმა უნდა ტურიზმი. მსგავსი ფორუმების შემდეგ რამდენად მოკლევადიან პერსპექტივაში ხდება ინვესტიციების მოზიდვა, ანუ როგორია ეს პროცესი? დიახ, საინვესტიციო ფორუმის ჩატარება ეს არის ინვესტიციების მოზიდის, ესე რომ ვთქვათ, პირველი ნაბიჯი, რომელიც არის უფრო ცნობადობის ამაღლება და შემდეგ მოდის სხვადასხვა ნაბიჯები, როგორც არის ინტერესის გაღვივება და შემდეგ უფრო შეფასება, მერე კონკრეტული უკვე მოლაპარაკება და რა თქმა უნდა ხელშეკრულება. ფორუმების მთავარი მიზანია, რომ უფრო უკეთესად მოხდეს ინვესტორების გაცნობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ანუ ისინი ჩამოდიან უკვე ადგილზე ეცნობიან გარემოს და ადგილზე ეცნობიან კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს. ეს არის სამუშაოების მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მე აღვნიშნავ, რომ ამ ფორუმზე ჩვენ ქართულ კომპანიებს ვემუშავეთ ძალიან აქტიურად. დაახლოებით 40-მდე უფრო მეტი საინვესტიციო პროექტი წარმოადგენს ქართულმა კომპანიებმა, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა ორმხრივი შეხვედრები. მინდა აღვნიშნო, რომ თუნდაც იაპონიასთან უკვე ბოლო 1 წელია ამ მიმართულებით ესე კონკრეტულად მუშაობთ, კონკრეტული საინვესტიციო პროექტები ჩვენ წარმოადგენთ ქართული კომპანიების მიერ, რაც შესაძლებლობები არსებობს და სწორედ უკვე დაახლოებით 10 ისეთი კომპანია ჩამოდის, ვისაც კონკრეტული ინტერესი აქვს იმ კონკრეტულ რომელი ქართული კომპანიები მიიღება? აი დაახლოებით 40-მდე თითქმის ყველა სექტორის და ყველა ზომის კომპანიები ღებულობენ მონაწილეობას. ასევე ეს არის რაღაცა პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შევეცადეთ, რომ კერძო სექტორთან უფრო აქტიურად გვემუშავა, რომ უფრო მეტი შედეგი მიგვეღო ფორუმებისათვის და არ ყოფილიყო მარტო ფორუმისათვის. აქედან გამომდინარე, ეს მეთოდოლოგია შენარჩუნდება, კიდევ უფრო გაიხვეწება და კიდევ უფრო შემდეგ სხვა ნებისმიერ ფორუმზე მოხდება სახელმწიფოს საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა და ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ამ 40 კომპანიიდან მსხვილი კომპანიები თუ შეგიძლიათ რომელიმე რო გითხრათ? რამდენიმე ვთქვათ? არის თითქმის ფარმაცევტული სექტორი არის წარმოდგენილი, არის ტურისტული იგივე სასტუმროების კუთხით წარმოდგენილი, არის წარმოების ყველა სექტორს ვეხებით თითქმის და არის ძალიან ანუ ამ სექტორებში წამყვანი კომპანიები ღებულობენ მონაწილეობას. საქართველოში ინვესტირებაზე არის საუბარი. ინვესტორები, უცხოელები ინტერესდებიან ძალიან ბევრი საკითხით, საგადასახადო სისტემა. რამდენად აკმაყოფილებთ ის საგადასახადო სისტემა, რაც არის საქართველოში და კიდევ რა საკითხებით ინტერესდებიან ის? კი ბატონო, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, როდესაც ინვესტორი სწავლობს ქვეყანას, მერწმუნედ ძალიან დეტალებზე ორიენტირებულებიანი და თითქმის ყველაფერი აინტერესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ეს იქნება პოლიტიკური სიტუაცია, ეს იქნება ეკონომიკური მაჩვენებლები, თუ ეს იქნება თუნდაც ძალიან ესე რომ ვთქვათ, უშუალო ურთიერთობა იგივე სახელმწიფოსთან, როდესაც მათ სჭირდებათ ნებართვები თუ სხვადასხვა ტიპის სერვისები, თუ ეს იქნება თუნდაც ქართული კომპანიების მაღალი მზაობა, რომ ისინი შეძლებენ რომ გაუწიონ პარტნიორობა და შეძლებენ რომ გაუწიონ იგივე თუნდაც სერვისის კუთხით. აქედან გამომდინარე, საგადასახადო მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იცით რომ საქართველო გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ქვეყანა საგადასახადო წნეხი ბიზნესზე, ეს არის Forbes ინდექსის მიერ ნაჩვენები. ასევე უმნიშვნელოვანესი არის ის ღიაობა, რაც საქართველოს გააჩნია უცხოელი ინვესტორების მხრიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმოების სიმარტივე. ეს ერთი მიმართულება. თუმცა ისეთ დეტალებზე, როგორიც არის თუნდაც ქალაქი როგორ ვითარდება, თუნდაც რამდენად პროფესიონალური მუშახელი არის, ესეც არა უმნიშვნელოვანესი არის და მინდა გითხრათ, რომ ინვესტორები, როდესაც განიხილავენ ქვეყანას,
რომელთაც მაქსიმალურად დეტალურად სწავლობენ თითოეულ მიმართულებას და თითოეულ კეთილს. 2 დღეთაა დაყოფილი ფორუმი 29 და 30 ოქტომბერს იმართება. ვის მიხედვით დაიყო და რას გვთავაზობენ თქვა პირველ დღეს და მეორე დღეს? რაზე გამოხდა? ფორუმის ფორმატი არის ორმხრივი, უბრალოდ ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ეს გახლავთ პრეზენტაციები და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ასევე საინტერესოა, რომ უცხოელი კომპანიები, რომლებსაც უკვე გამოცდილება აქვს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, თვითონ ისინი წარადგენენ ჩვენ ქვეყანას. ანუ აქ არ იქნება ძირითადად რომ ჩვენ ვისაუბრობთ, ანუ რამდენად კარგია ჩვენი ქვეყანა. მე მოდერატორი CNN-ის ჟურნალისტია, ხო? კი ბატონო, CNN-ის მოდერატორია, რომელიცაც კონკრეტულად მთავარი მიმართულება არის emerging markets, რომელიც ჩვენ ქვეყანას მოიცავს. სწორედ ამ ხრივ მოხდა მისი დაინტერესება, რომ ამ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მისი ვიზიტის პერიოდში ის ასევე გააკეთებს დამოუკიდებლად სიუჟეტებს იგივე საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე, ასევე და მასთან ერთად მოგიწევს სტუდიაში ამოცილებლად. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ნაწილი, როგორც გითხარით, შედგება პრეზენტაციებისგან და დაყოფილია 4 მთავარ პანელად. პირველი არის ზოგადი პანელი, სადაც ქვეყნის მთავარ მაჩვენებლებზე იქნება საუბარი და რამდენად კარგი საინვესტიციო გარემოა, ხოლო შემდეგი 3 პანელი გახლავთ წარმოება, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა ეს ერთი, მეორე ენერგეტიკა და მესამე ტურიზმი და სათავე. მრავალფეროვანი ერთ-ერთი მე ერთი რამის კითხვა მინდა ბექა თუ შეიძლება. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრი ისაუბრა საქართველოს ბიზნეს გარემოზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. თქვენ ძალიან დიდი ხანია მუშაობთ ეკონომიკის სამინისტროში, რამდენიმე წელია თუ არ ვცდები. როგორ შეაფასებთ ამ პერიოდს, 2 წლიანი პერიოდი და მანამდე გაზრდილია თუ არა ინვესტიციები საქართველოში და რა სფეროებზე მოდის? მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ უფრო ტენდენციებს კეთილი და ის თუნდაც როგორ ხდება ამ მაჩვენებლების გამოყოფა, მინდა აღვნიშნო, რომ იცით რომ სულ ახლა ხაზ თავდაპირველად მუცმა და შემდეგ ფიჩმა აუწია ქვეყანას სუვერენული რეიტინგი და გახდა სტაბილური და პოზიტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საინვესტიციო გარემოსათვის და სწორედ ამ ინვესტიციების მოზიდვაში გვახმარება მსგავსი ინდიკატორები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში უკეთესი კიდევ უფრო გაიზარდა და უფრო პოზიტივია და ეს ტენდენცია გრძელდება. მინდა ასევე აღვნიშნო სხვადასხვა მაჩვენებელი, იგივე ექსპორტის ზრდა და სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ინვესტიციების არის ძალიან იგივე მიმდინარეობით ტენდენციებით ჩვენ თუ გავითვალისწინებთ ასევე, რომ ევროპაში მცირდება ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა, ამის ფონზე საქართველოს მაინც შეძლებს უნარი, რომ ეკონომიკა იყოს გაზრდილი წინა წლებთან შედარებით და ასევე ინვესტიციების მოცულობაც მიმდინარეობს ძალიან კარგ ფაზაში. აქედან გამომდინარე გარემო და ის ინვესტიციებისათვის რაც არის მნიშვნელოვანი, არის ძალიან დამაკმაყოფილებელი და ძალიან კარგი, თუმცა რა თქმა უნდა ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ, ეს არ ნიშნავს რომ არასდროს არ უნდა გავჩერდეთ და კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან აქ ამ შემთხვევაში ქვეყანას კონკურენციას უწევს მსოფლიოს მერწმუნეთ თითქმის ყველა დანარჩენი ქვეყანა, რადგან როდესაც ინვესტიციებზე არის საუბარი, აქ საქართველოში თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ამიტომ უნდა დაარწმუნო, რომ შენი ქვეყანა განსაკუთრებულად გამოირჩევა. და უკეთრევად ისევ დავამატებ მეორე დღის ფორუმის ფორმატზე. მეორე დღის ფორმატი ეს უკვე არის აბსოლუტურად ორმხრივი შეხვედრები, ანუ ქართული კომპანიები მიიღებენ უკვე პირისპირ ექნება შეხვედრა უცხოელ კომპანიებთან, რათა უფრო მოხდეს როგორც მათ შორის კავშირის დამყარება და ერთობლივი კომუნიკაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე ინვესტორისათვის არის სწორი, კარგი ადგილობრივი პარტნიორის შერჩევა და რაც არის მნიშვნელოვანი. ადამიანური ურთიერთობის მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა. საბუთქეთ ველოდებით ინვესტიციებს საინვესტიციო ფორუმის შემდეგ კონკრეტულად რომელ სექტორებს გამოარჩევთ, რომელ სექტორში ველოდებით უფრო მეტ ინტერესს აზრიან ინვესტორებს? და კონკრეტული შედეგს ველოდებით? კი ბატონო, როდესაც ამ კონფერენციის ფორმატზე მუშაობდით, სწორედ მთავარი ამოსავალი ეს იყო, რა შეიძლება დაინტერესდეს უცხოელ ინვესტორებს. რა თქმა უნდა, აქცენტი გაკეთდა აზიურ ქვეყნებზე, მაგრამ ასევე ეს არ არის შეზღუდული იგივე ევროპული თუ ამერიკული ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტიდანაც კი, რომელიც ისწავლებს ასევე მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე შევარჩიეთ ეს სექტორები. ჩვენი მთავარი მიზანია ასევე, რომ გავზარდოთ ქვეყანაში წარმოება და მოწვეული არიან წარმოების კუთხით, ლოგისტიკის კუთხით, ტრანსპორტის კუთხით, ისევე როგორც ენერგეტიკა და რაც უმნიშვნელოვანესია, ასევე სასტუმროების ბიზნესი და საცალო ვაჭრობა, რომელიც აქვს დიდი პოტენციალი ნამდვილად რომ განვითარდეს ქვეყანაში. და მომხსენებლებს რაც შეეხება, ალბათ თქვენ გქონდათ შესაძლებლობა რომ გადახედოთ ამ სიას, თითქმის ყველა პანელზე არის წამყვანი კომპანია, როგორც საინვესტიციო ბანკები არის, მე ჩავხედე. საინვესტიციო ბანკი არის ბარტლი, რომელიც ისაუბრებს თუნდაც როგორც რეგიონზე, კონკრეტულად აქ არ იქნება მარტო საქართველოს საუბარი, რა თქმა უნდა, ის იქნება უფრო ფართედ რეგიონზე საუბარი და კონკრეტულად ამ რეგიონში საქართველოს ჭრილზე და მის როლზე. რომელი მოუწყო ბანკის შემოსვლა ხوارი გეგმება? კონკრეტულად
ალბათ ამ ეტაპზე არ შემიძლია არ ვიკითხო Fashion Week-ზე ჩართულობა ეკონომიკის სამინისტროს. რომლის მხარდამჭერები კი ბატონო, მე მინდა მიულოთ Fashion Week-ის წარმომადგენლებს, მოგეხსენებათ გუშინ გაიხსნა. საკმაოდ წარმატებული ეს არის უკვე მე-10 სეზონი, ანუ 5 წელია უკვე წარმატებულად ახორციელებენ ამ კვირეულს ჩვენს ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო, რადგან ვთვლით, რომ ამ ინდუსტრიას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თუნდაც ექსპორტის კუთხით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ინდუსტრიის საერთაშორისო გაყვანა მოხდეს. აქედან გამომდინარე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელშეწყობით მოხდა 30-მდე ჟურნალისტის საკმაოდ წამყვანი პუბლიკაციების ჟურნალისტების ჩამოსვლა, რათა მოხდეს ქართულ, ესე რომ ვთქვათ, მოდაზე და ქართულ პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე მოხდეს ამის პოპულარიზაცია, ეს ერთი მიმართულება და რაც მეორე მიმართულება და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობა არის კონკრეტულად ბაიერების ეგრეთ წოდებული მყიდველების ჩამოყვანა, რათა ქართულმა მოდამ უკვე იყოს კონკრეტული მყიდველი ევროპასა თუ აზიაში თუ სხვა ქვეყნებში, იგივე რუსეთში, იგივე ყაზახეთში და რათა უფრო ეს მიმართულება რაც ქვია იქცეს. ეს პერიოდი გვიახლოვდება უკვე. კი, ძალიან მე მგონი ინტერესი უკვე მაღალია, იცით რამოდენიმე ვებგვერდი საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობს და ვთვლით, რომ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებას და ჩვენი ჩართულობა სწორედ ეს არის, რომ ეს მოდის კვირეული ვაქციოთ კიდევ უფრო ბიზნესზე ორიენტირებულად და კიდევ უფრო, ესე რომ ვთქვათ, აქტიური ეკონომიკური კუთხით და მოხდეს მაქსიმალურად თითოეული დიზაინერის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ძალიან დიდი მადლობა, ქეთი. მადლობა, გავუტანეთ ისურვებ წარმატება საინვესტიციო ფორუმზე და მოდის კვირეულში და დიზაინერულ ბიზნეს განვითარებაში. ქეთი ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. მადლობა. აუცილებლად ახლის მადლობა. და ჩვენ რამდენიმე წამში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.